არ დამავიწყდით ხალხნო გამარჯობათ. საერთოდაც არ დამავიწყდით. აიდე. საერთოდაც არც დამავიწყდით, საერთოდ. ჩემო ბავშვმა იბანავა, იმიტომ რომ წეღარ მანქანის ქვეშ შეძვრა და მაზუთიანი ყურებით გამოძვრა. მიდი. ჩეღონა, გასუფთავდი. გაშრი. ჩიმი პეტერ. მიდი. გაჩვდა. დიმიწირდი. მეტრიალი აქ. ძალიან ცხელოდა, საშილად ცხელოდა, სამჯერ მაქვს გამოცვლილი. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს არაფრები გასარიცხი მქონდა და წყალი არ იყო და ველოდებოდი. მეორე ის რომ მიჭერდა და აი რო ეტყვი ნესტიანი ჩამოვიღე ის ლურჯი ესეთი მთლიანი კაბა რომ აქ ჩავიცვი და მე მაცივარს წმინდავდი გუგოებოდა სანამ კიდე შევიდოდი აბანოში. ხო და ისა თებშით რაღაცა თევზი მოიტანა ლაშას რომელიც ცხიმი აქ ესეთ გადაღმიანთ კიფლე. ეხლა რაღაცა ლაქების მისასხმელი მივასხი და დავტოვი. ხვალე ამავჭეჭყონო სახლის ჩასაცმელია, მაგრამ ეხლა არ მგონია რომ სასიამოვნო იყოს ცისფერი კაბა რო გაცვე და აქ რო ლურჯათა გააკ. ვერ მოვედი ხალხო. გუშინდელებით ხო ცხელოდა. საშინლად. და აი მე ლაშას რა მოუვიდა იცით. რომ და გაეშკურკა ამ სპეციალურ რაღაცას აქვს ტვერსასრუტიც რომ თან რო შკურკავს თან იწოს. და ერთი კედელი რომ მორჩა ფიქრობს კაცო რატო დადგა მტვერიო თურმე ტვერსასრუტის ჩართვა დაავიწყე. იცით რა იყო? კიდე კაი ნანი აქ არის. და დაბძირიდან მიავიღე და მე ერთიანი ძალებით მივყევით ყველა ოთახის გასუფთავებას. და აი რო იტყვიან სანამ მაგას ვიზავდით ეგ იყო სადაც 4 საათისთვის, მაგრამ მანამდე რაღაცა პლუს სარეცხი მქონდა და რაღაცა, მაგრამ ფიზიკურად ისე ცხელოდა ხახნო რომ გამარჯობას ვერ გეტყოდით. რაც შემეძლო ერთი ვიჭიქი და მარაო მეჭირა. ვენტილატორი კი მაქვს, მაგრამ ცივდები, მაგას არ ვხმარობ. დედას ლამაზო გაშრი და დავიცინოთ. დღეს ფეხბურთი ალბათ ყველანი ფეხბურთს უყურებენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მირჩენია დავიძინო. თან ხვალე ვიდეო ექიმთან. ლაშას მივყავარ. ხოდა იქიდან რომ მოვალ რა ვიცი, იმედი არ ეცხელება, რომ გამარჯობა გითხრათ. ბევრი თქვენგან წერს კომენტარებში ცალკე პირადში ცალკე, რომ რო არ გამოჩნდები, გონიო, რომ всё, სამშობიაროში ხაროთ. ანუ იმას უფრო გეტყვით ხალხო. ერთ სიტყვით პოსტს მაინც აგიწეროთ, წაველი თქო, მაგრამ არა ეგრე. ვიფიქრე რომ ამოვალ მეთქი, ეხა კი ცხელოდა, მაგრამ მაინც მეთქი ოთახში რაღაცა ჩალაგებას დავიწყე. არ მაქვს თავი. საერთოდ როგორ უძლებთ ამ სიცხეს? როგორ უძლებთ გავგიჟდი? ჯერ ისე ხო არ მიყვარს ეს ზაფხული რა და ახლა ესე ორმაგად რომ იოანეზეც ამცხელოდა ეს და ბარბარესიც. ბარბარეზი არა უბრალოდ ნინოზე, იმიტომ რომ ბარბარე მაისისაა და დიდად ეგ პერიოდი ისე გავიარე რა. ესე რომ ვქნა თქვენ ხო შეწუხდებით, ესე ძალიან მიყვარს ჯდომა. ხო და ეხლა მაგრად მეძინება, მაგრამ ზუსტად რო პასუხისგებლობის გრძნობა გამაჩნია თქვენს მიმართ, ვიფიქრე რომ ვიდეოს ჩავწერ თქო. მითხარით როგორ უძლებთ ტვერსასრუტი რა და ვენტილატორის გარდა როგორ უძლებთ სიცხეს. დაბლა ოთახში აი საკეიფო ოთახს რო ეძახით, იქ ძალიან გრილა ნინო დაამუღამა მანდარი მთელი დღე, მაგრამ ერა გავაკეთო. ადრე შევდიოდი ხან ხატავდი, ხან ყერავდი ხარ რაღაცა და ეხა ვიჯდე გამოქვაბული ვიწე ესე ვიქნიო არ შემიძლია.
ბიჭო, წადა ხედი დედასი. გაშრივიდი, კარგად გაშრი. ჩემი ცუთა ბიჭი. დაუახლოვდა იმ ორ კატას კნუტებს, მთელი დღე თამაშობს ხოლმე მათთან. ცოტა ხანს დაველოდები და უკვე გარეთ იქნება მთელი დღეღამის მანძილზე. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს კატა და გიждები, სადაც ხა პატარა იქნება და რაღაცა მასე არ ვაპარპაში ნამდვილად. ზომიერად. მაგრამ მაინც მეკარება, მაინც მოვიფერები და მაინც ჩავხოცნი დედასი ეს. სულაც დედამ გაზარდა. ხო დედამ გაგზარდა დედი. ნუ კროჩუნი დედასი, დედამ გაგზარდა, მაგრამ გაგიკეთა. ჩემი ცოურება. აი იმაზე როგორ ვიტყვი ვარს ხალხნო. როგორ აქ ცუტუნებდი? ცუტუნებ იცი? მიცადე? აქ ისა გაკ. ულვაშზე რაღაცა გაკ ჩემულამაც. ნუ კიჩინიო. მიდი და დავიცი. ნუ მიყენ. აი წერან უსმინე. აი მას აქ ვიყავი წამოწოლი თან, მაგრამ ოს ვიქნებდი და მეთქი რა. რამდენი მომენტი, რაღაცა მომენტები შემხვდა იმისი Facebook-ზე. აი მენა გადაბეხსდა პირი. Facebook-ზე შემხვდა ისა ვეძებროა თამნას მუსერძის ინტერვიუ ერთ-ერთ გოგოსთან სვანთან ბიბლიან. მეგონი სწორად ვამბობ. ხო და მეთქი რატოა თქო ესი ატაცებული რა, აშკარად რაღაცა ხდება თქო. ხალხმა უსმინეთ. შოკი მივიღე. ანუ ჩემთვის დღემდე ნუ რა თქმა უნდა ეს ყველა სვანს არ ეხება და ან დაიცა თავიდან დავიწყო. ჩემთვის დღემდე სვანეთი და სვანები არიან იცი როგორი ხალხი, აი სისხლით, ხორცით, აი რო არ სხვას არ დაჩაგრავენ, რო პასუხისგებლობა აქვთ, რო სხვანაირად უდგებიან თავიანთ ტრადიციებს, გაუღობისას კარიერით წამო. გახვალდარეთ დედი, ვიჭა გაგიმოდედასი? მოიდი დიდი მოიდი. წაი, იქ გაგწყალიც და ყველა მიდი. გაცუნცული. გაცუნცული და მოწუნცული მე. აი ესე დაგიტოვებ ღიას. ეს ანუ მართლა ანუ ესეთი ტრადიციის მოყვარული ხალხი, სხვას რო არ დაჩაგრავს ეგეთი ხალხი, აი რო ვუსმენდი თითქოს ეს წარმოდგენა დამეკარგა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სვანები და სვანეთი მარტო მაგერთი გვარით არ შემოიფარგლება და მაგერთი სოფლით. ნუ სამი სოფელი ყოფილა ამ ბავშვი. გავგიჟდი ხალხმა, როგორ შეიძლება სვანმა სვანობაზე რო გაქვს პრეტენზია. 9 წლის ასაკში შენი ნათესავი წლობის განმავლობაში ამ ხელა მუტრუკმა კაცმა, მამისტოლა კაცმა იძალადო, შვილი გააჩენინო. აფურთხო ბოდიში და ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენო, გააძევო. ანუ სამი გვარი არის, რომელიც საოცრად არიან ჩახლართულები ერთმანეთში, რომელებმაც ანუ ნათესაობა რო არის, აი ინდოეთიოა. და ისე ეშინიათ ტიპების. ხმას ვერ იღებენ. დღემდე. და ეს გოგო როგორც ვიცი ახლა საზღვარგარეთ არის, მუშაობს. და როგორც იქნა ამოიღო. სახელი და გვარებით ამოიღო ხმა, რომ ესა და ესენი ძალადობენ. ღმერთო, მაგ დროს რა მემართება? კაი. იმა დაანები თავი ჯერ რატო უნდა დაანო?
რო იცი, რომ აი სულ 9 დაუცხო რო იცი, რომ 9 წლის ბავშვზე ვიღაცა საქონელი ძალადობს. როგორ შეიძლება გაიაზრო და თქვა, რომ ჩემი საქმე არა. ეგ ერთი. და ამ დროს სულ ფიქრობ, სად არიან მშობლები? ნუ ამ გოგოს რომ მამა დაღუპვია, იქედან დაიწყო ეგ ამბავი. პატარა ბავშვი 7 წლისა ვიყავი და 9 წლიდან დაიწყო ჩემი ამ უბედურობებიო 13 წლამდე უძალადობდა და 14 წელს გაუჩნდა შვილი, რომელიც წაართვეს და არ იციან მოკვდა თუ რა ქნა. და დედა ყავდა. ანუ არ მინდა ორ ამაგაზე ლაპარაკი. ბავშვი კი ერთ ხალი ამბობს. ესეთ ამბავს რომ იგებ ხოლმე ზოგადად. აი ესეც კი ნებისმიერ ამბავს. რაღაცა გადამოვიტან ხოლმე ჩემო ჯახზე. გააზრებით. რომ გავიაზრო რამდენად მძიმეა, რამდენად როგორი, ანუ მაგალითს თითქოს რა, ანუ აი მაგალითად მოხედი დედას სიცოცხლე. მოდი, კუკუპიჩქენ და მოხედი. მოდი დედას პატარა. ჩემი ცხოვრება კითხარი, ჩემი ცხოვრება მოვამედგი. მოდი აქ დაჭიქიჩი მხალაცი და გაგძილე გამშრალება, მიდი, მე უნდა დაგაძინოს დედა, მიდი. პეპები გაგცივდე. ჩემი სიცოცხლე. ხოდა ამ ყველაფერს გავაიგივებ ხოლმე ჩემ ოჯახთან, რომ უფრო მეტად აღსაქმელი იყოს ხოლმე ჩემთვის. რამხელა სიმძიმისა, ანუ რა ყველანაირად რაღაცას რო საშინელებას გავიგებ, აი გავიაზრებ ხოლმე რა, რომ აი მაგალითებად ჩავაყენებ ხოლმე ჩემ ოჯახს იმას. ანუ ნინო ხდება 13 წელს. მე დედას სად მაქვს თვალები, რომ ბავშვზე 9-დან 13 წლამდე ძალადობდნენ. ვერ ამბობდეს ბავშვი ან აშინებდნენ, ხო? წარმოიდგინე რა ხელა ძალადობა მარტო ფიზიკურობაზე არ არის, ფსიქოლოგიურად. აი ღმერთო რა ავადმყოფობა, აი გაიაზრეთ პროსტა რა ავადმყოფობა. და ანუ დაათრევენ ამ ბავშვს რა. წაიყვანეს ძალით ამშობია რომ 7 თვისა ბიძებმა და ვიღაცეებმა. დედა სადახ იცი რა მეკვის? არის ხო გამიგია რომ რაღაცა ისეთი მძიმე ტრადიციებია, ქალები რაღაცა ვერ იღებენ ხმას. ქალო, შენ შვილზე როა ლაპარაკი? რა ის შიში? შეჭამ ადამიანს, აი თუ ვერ მოერევი, რაღაცას მაინც უსავ ხო? დაასახიჭე, თვალებს დავთხრი, მოვაჭრი ყველაფერს. როგორ შეიძლება, განა როგორ უნდა გეშინოდეს, რომ შვილს გიუბედურებენ? მე არ მგანოსჯი ახლა იმ ქალს, მე არ ვიცი იქ რა ხდება. მაგრამ ზოგადად ესეთი რაღაცები რამდენი ქსმენიათ ამ ბოლო ხანებში. მამინა ცვალმა იძალა და შვილზე, პაპამ იძალა და შვილის, რა არის ხა, რა უნახავები ხა. მაგრამ მე აი რო იტყვენ მენა სვანებზე გამიტყდა. სვანები რომლებიც, ოღონდ მადლობა ღმერთს, რომ სვანები მაგით არ შემოიფარგლებიან. ეგენი არ არიან, ანუ თავიდან თითქოს აი სვანები და როგორ იცი რა ვიფიქრე, აი სვანებს როგორ გაუტეხეს სახელი ამ სამგვარმა, თა როგორი გვარია აი გავრცელებული. და მე ვიფიქრე, ანუ ყველა გვარშია ნაგავი ხალხი, ყველა თემშია ნაგავი ხალხი. იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ეგენი არიან საზიზღრები, სვანეთიც ანუ მიაყოლო რა მაგას. მაგრამ სამსოფელზეა ხალხნო ლაპარაკი, სამსოფელზეა ლაპარაკი და ჩუმად იყვნენ. არ ვიცი. აუ ვიღაცა ვინ არის? რა კარგი ესახში რო არის. ბიძინე წავით. მან დადე, მან. მოიცა. ეხლავე გამოვალ. ისე მე ვარ საჭირო, ეხლავე მოვალ ხალხო. მოვიდი. მინდა იწინაო. დედას კუროტონა ვიცი ჩემო ცხოვრება და
გადაგაჭირე მე კარგად. ის იქ. ხატაბანელზე ჩაი უნდა ბავშვი. ხო და რას ვამბობ, მოკლედ. აი ძალიან ძნელი თემა იყო ჩემთვის ეგ რა, აი ბევრი კითხვა გამიჩნდა, ბევრ რაღაცაზე და ვიღაცაზე გავბრაზდი, რომ ანუ ჯერ ხომ მშობელზე რა. მერე ამ სამსოფელზეა ლაპარაკი, ხო შეიძლება სვანეთში არ არის, აი ხა როგორც მარტყოფში ემდენი მაცხოვრებელი თითო სოფელში. შეიძლება კი არ არის. მაგრამ სამი სოფელი და როგორ ერთს არ იყო გამბედაობა, რომ ბავშვს გვერდზე დადგომოდა. არ ვიცი. მართლა შოკი მივიღე და ისე შემეცოდა, რომ რა იყოს. რომ ანუ დღემდეო არავინ არ მიდგაო გვერდზეო, დღემდეო იმათი შიშის გამო არავინ არ მიდგა გვერდზეო. ბიბლიანი თქვა და ორი კიდე სხვა გვარი აღარ მაქვს. მაგრამ თქვენც ნახავდით. თუ ვინმეს გაინტერესებთ, YouTube-ზეც არის. ნახეთ, ჩაწერეთ გადაცემა ვეძებ და ბიბლიანი. გამოგიგდეთ 50-15 წუთიანია დაახლოებით. აი არ ვიცი რა, ხო გეუბნებით, აი იმდენად მებრაზებოდა, იმდენად შოკი მქონდა, რომ გეკონება რაღაცა საშინელებათა ჟანრის ფილმს უსმენდი, რომ ბავშვი 9 წლის ბავშვს ღმერთო გაიაზრეთ. აი ოჯახში ხო ბევრს ახლა გეყოლებათ 8-9 წელს, უბრალოდ გადახედეთ და გაიაზრეთ, რომ ანუ ნათლის ძმა მამის ტოლა კაცი. 9 წლის ბავშვი ხალხო. დედა რა სიცხოველე. არ ვიცი. იმ დონეზე აშინებდნენ, რომ ბავშვი ვერაფერს ვერ იძახდა. 14-15 წელსა ვერაფერს ვერ იძახდა. ამცირებდნენ, აუბედურებდნენ ამ დროს. ნუ დედაზე არ ილაპარაკა, მაგრამ მე გამიჩნევი, სად არის დედა? სად არის ძმა? ხომ ესმის რომ რაღაცა, ანუ რა დონის ისინი ხო საოცრება. რა დონეზე ეშინოდა და რატო? რო ითვლებოდნენ, ხო იცი ხა აი რო ითვლებიან და ის ცუდი ხასიათის კაცებმა რო იციან, რომ ან რავი ჩხუბი, თოფისროლა, ხო იცით, მანქანაში ჩაჯდომა გავარდნა, რაღაც. ამათ ხალხო ტანკი ყოლიათ, ტანკი. და რო ითვლებოდნენო, თავის ძმაკაცებთან ერთად ეს ძმებიო ეგ საიზღარი ტიპები, ვინც ძალადობდა ამ გოგოზე. რო ითვლებოდნენ, ჩვეულებრივი ომი იყო, ან ომი ვიღაცას კი არ ებრძოდნენ. არა. ვიღაცას კი არ ებრძოდნენ, ისროდნენ უბრალოდ და ყველა სახლი დაცხრილული იყო. და ტიპები დღემდე იმ სახელით მოღვაწეობენ რა, აი რომ უნდა ეშინოდეთ ვიღაცებს ხალხს, რომ უნდა ეშინოდეთ რა, მაგით ცხოვრობენ და დაასახელა ამ გოგო ბოლო რა. თან მუქარები. იმიტომ რომ პერიოდულად Facebook-ზე რაღაცებს ამბობდა ეს გოგო. თურმე არ მინახია მართლა. და დღეს გადავამოწ. ნახე და მაინტერესა. და მუქარებიო და რა ვიცი რა, რომ აი რავი, აქ ჩეხავთ მოკლედ. მაგრამ აი მინდაო რომ რაღაცა მოხდესო და იქნებო სამართალმა ისაქნოს. დედა არ ვიცი ხალხო. არ ვიცი რა. ერთია რომ ვერ იგებ. სიტყვაზე იქ რა ხდება. ელემენტარული ხა სოფელში არ არსებობს ვიღაცას რო უჭირს, შენ მეზობელს რო უჭირს, შეიძლება გავიდეს 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე, 2 თვე, იგებ მაინც და ცდილობ ან დაეხმარო რაღაცა, ან მოიფიქრო რაღაცა გააკეთო და
რო გესმის, რომ ბავშვიაში იქ 9 წლის, რომელსაც მამა აღარ აყავდა, კაცი მიდის და აუპატიურებს. როგორ უნდა გაიაზრო ეს ჯერ შენ, რომ არა, ეს ჩემი საქმე არ არის. იმიტომ არ არის ჩემი საქმე, რომ იმისი მეშინია. მესმის, რომ შიში გაქვს რაღაცის. მაგრამ მთელ სოფელს ყوار ამოხოცოს რაღაცა ზომები მიიღე. თან არ იყო ხა ხო იყო იმ ბნელ დროს 87 წელი თქვა თუ რაღაცა. მაგრამ მაშინაც ხო იყო რაღაცა. რა ვიცი, ფაქტი არის რომ იმ სოფელში არ არის ის რომ კაცი კაცს დაუდგეს გვერდში და მივიდეს და ბავშვი გადაარჩევს. არ არსებობდა თორე. აი სულ ფიქრობ, კაცო, იმ პერიოდში მეც ხომ ახსოვს იმ პერიოდისა ვარ და მეც ხომ ახსოვს რომ რა ხდებოდა, როგორი გაჭირვება იყო, როგორი რაღაც. მაგრამ რა სისულელე ვინმეს ოჯახში იქ მომხდარიყო და გაჩუმებულიყო ხალხი. ვაიმე, აი გეფიცები, ისე, აი, ეგეთი ხალხის არ ამეკუს, იცი, რატო გგონიათ, რომ ამ ცხოვრებით მთავრდება ცხოვრება. ხო მოეთხოვებათ. მოეთხოვება თუ ეჭველი, მაგრამ ეს ხო გამწარდა უკვე ეს ბავშვი. ამა ხო ჯოჯოხეთი გამოიარა. ეხლაც არანაკლებს გადის მაგ პერიოდს, რო გაიხსენებ. აი, ელემენტარულად გაგიხსენებია თქვენი ბავშვობიდან ცუდი რაღაცა მოგონება და აი მე მაგალითად რაღაცა რო გამიხსენებია რა, ჯვარი წერიათ ეგეთი მოგონებებისგან. არა, აი უბრალოდ აი ან რაღაცა ცუდი მოპყრობა, ან რაღაცა აი თითქოს დამცირებასავით, ან დაცინვასავით, აი ბავშვური. აი დღემდე რაღაცა რო გამახსენდება, აი გამახსენებ ხოლმე ის მომენტი, როგორ მოქმედებდა მაშინ ჩემს და ის გრძნობა მიახლდება ხოლმე რა, ის რაღაცა უცბად შეკრთები ხოლმე და მე წარმოვიდგინე ადამიანი მთელი ცხოვრება ამით უნდა იცხოვროს. დაუმახინჯეს ცხოვრება, მაგრამ ცდილობს რომ იცხოვროს და ცდილობს სამართალს მიაღწიოს და ღმერთო აი ძალიან გთხოვ იყავ მის გვერდით. აი რომ მიაღწიოს იმას და ეს საზიზღრები აქ ამ წუთის სოფელში დაისაჯა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალს იზეიმებს აქაც. ნუ იქ რომ ვერ მოიხდიან მაგვალს ვიცი. წავილიხარ გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ხო და მადლობა მე მოკითხვებისთვის, მადლობა ლოდინისთვის. რა ვიცი. იმედია მალე გავალთ ბოლოში რა თორე ისეთი მდგომარეობა რომ ბავშვი დაასწრებს თუ რემონტი ვერ ვიგებთ უკვე. მაგრამ მადლობა გვეც აქ არის ნანი უკვე და მეხმარება. წავილიხლება ჰედა აბაჰუ ყველამდე ხოლეთ სადღაცას გამოვჩნდები. აუცილებლად. არ გეგონოთ რომ ან მავიწყდებით, ან მეზარებ ან რაღაცა. აი მზიანი ამინდს რო გამოხვალთ და დაინახავთ მზიან ამინდს და ახლოვით რომ მარტყოფში მზიანი ამინდიაო, ჩათვალე რომ მე აქ ვერც ვიდეომდე ვიმივალ, ტელეფონით სადამ აქ ხოლმე იმასაც ვერ ვაპოულობ. აი როგორც ყრეტი ეგე დავდივარ, მარაოთი, ცხოვრებაში მარაო არ ამიღია. არ ვიცი. წავილიხარ, წავწვევი და წავკვდები. და ხვალ შეგიხმიანებთ. კარგად იყავით, აბაჰი.